გახდა თუ არა ბიტკოინში ინვესტიცია სარისკო? მეგობრებო, ამ ვიდეოში განვიხილავთ იმ ფაქტორებს, რაც გამოიწვევს იმას, რომ ბიტკოინში ინვესტიცია ხდება უფრო და უფრო სარისკო, მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის და იმ ინვესტორებისთვის, ვისაც თავიანთი კაპიტალის ან თავიანთი დოვლათის ძალიან დიდი პროცენტი უდევთ ბიტკოინში, განვიხილავთ იმ ასპექტებს, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი სარისკო და იმასაც გეტყვით, თუ როგორ უნდა დავიცვათ ამ ყველაფრისგან თავი. სანამ გადავართ მეგობრებო ვიდეოზე, თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ არხი და დალაიქოთ ვიდეო, რა თქმა უნდა, თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი და თუ გსურთ რომ არ გამოტოვოთ არც ერთი ვიდეო, არც ერთი მომდევნო ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კონტენტი გველოდება წინ. ახლა კიდე მეგობრებო, რო გადავიდეთ ვიდეოზე, თავიდან ვიტყვი რომ ეს ვიდეო იქნება ვისაც ესე ვთქვათ ძალიან სწამს სატოში ნაკამოტოსი ძალიან სწამს ამ დეცენტრალურობის და ბიტკოინის და ამ შემდეგ და ესე ვთქვათ ბიტკოინი ბლოკჩეინი და სატოში ნაკამოტო რწმენათ აქვთ მიღებული და მესიათ აქვთ აყავთ აღიარებული და ესე ვთქვათ მათ მიყვებიან 1000 ჯერათ რომ ის გახდება მომავალი არ ვიცი რა და მარსზე წაგიყვანს და შემდგომ ასეთი სულელები ვისაც ესეთი რაღაცები ჯერა მეგობრებო გეშევთ უბრალოდ გადაართოთ, რადგან თქვენთვის ეს ვიდეო ნამდვილად არ იქნება საინტერესო, იმიტომ რომ თქვენთვის ანუ არანაირი აზრი არ უნდა გქონდეს, თუ გჯერათ რომ მომავალში ესე ვთქვათ, გადავიხეთ სატოშები და ასე შემდეგ და ეგეთი რაღაც სულელების თუ გჯერათ, მაგ შემთხვევაში უნდა გააკეთოთ, ეგ თქვენი ნება არის, მე ყველას აზრს ვცემ პატივს, მაგრამ მე ამ სფეროში ვარ იმისთვის, რომ გავაკეთო ფული. მოკლედ მეგობრებო, რო გადავიდეთ ახლა ვიდეოზე, თუ რატომ ხდება ბიტკოინში ინვესტიცია უფრო და უფრო სარისკო, ეს არ ეხება არანაირ პროცენტებს, არანაირ upsides და არანაირ downsides, არ ეხება იმას, რომ ბიტკოინი უკვე $100,000 გახდა, არა, აი ეგ ანიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია კიდე 100,000 გააკეთოს და ეგ ანიშნავს იმას, რომ ის წავიდეს მილიონზე, მე პირიქით მჯერა რომ ბიტკოინი ან 0 გახდება, ან მილიონი გახდება, ერთ-ერთი უნდა მოხდეს, მაგრამ რომელი უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველები არ ვართ. და მე პირიქით თავს ვარდებ ეგეთი წინასწარმეტყველო ეგეთი რაღაცები რო ვიწინასწარმეტყველო მაგრამ მე მჯერა რომ ბიტკოინი არ 0-ზე წავა ან მილიონზე მაგრამ მე ვარ ორივე სცენარისთვის მზად იმიტომ მე ვარ ინვესტორი იმიტომ რომ მე ვარ რისკ მენეჯმენტი მე ჩემ ფულს ვიცავ ჩემ კაპიტალს ვიცავ ამიტომ ორივე სცენარისთვის ვარ მზად თუ გახდება მილიონი რა თქმა უნდა გავაკეთებ ძალიან კარგ მოგებას მაგრამ თუ გახდება 0 არ მივიღებ იმხელა დარტყმას რომ მომიწევს იმხელა დარტყმას რომ მომიწევს ყველაფრის ახლიდან დაწყება ესე ვთქვათ კრიპტოში ინვესტიციაზე და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ მეგობრებო, რატო ხდება ბიტკოინში ინვესტიცია ყოველდღიურად უფრო და უფრო სახიფათო? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გონია რომ ეს სფერო უფრო და უფრო წინ მიდის, ანუ ყველა ინტერესდება ბიტკოინში, დიდი კომპანიები, hedge fund-ები და ასე შემდეგ, ინსტიტუციები და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გონია ეს ყველაფერი კარგი არის, ამ ყველაფერმა შეიძლება შექმნას ძალიან დიდი ბაბლი, რომელიც შეიძლება გასკდეს და ეს ყველაფერი თუ გასკდა, მერე ძალიან ბევრი ადამიანს შექმნა პრობლემა. იგივე ბაბლი ვნახეთ მეგობრებო ამერიკაში, ესე ვთქვათ, real estate-ში, ფინანსურ კრიზისში, საკრედიტო კრიზისში, როცა ყველა უბრალოდ ჩვეულებრივად რომ ის ვიყავი ბანკში გაძლევდნენ სესხს, რომლის გადახდაც არ შეგეძლო და მე ეს ბუბლი გაიზარდა, გასკდა და მოხდა ძალიან დიდი კრიზისი და ზუსტად იგივე რამე შეიძლება მოხდეს ბიტკოინში და რატომ ამ ყველაფერს მეგობრებო. ეს ყველაფერი შეგვიძლია შევადაროთ მაინინგს. აქამდე ვიცით რომ ყველა იყო მაინინგით დაკავებული. შენ შეგეძლო სახლში გქონოდა კომპიუტერები და მაინერები ქონოდა შეერთებული, შეგეძლო კომპიუტერები გემუშავებინა და გემუშავებინა ესე ვთქვათ ბიტკოინი, ანუ ყველა შეეძლო მაინინგით საქმის დაწყება და ფულის გაკეთება, ხო? რაც რა თქმა უნდა, დღესაც შეიძლება, მაგრამ შეიძლება აღარ იყოს ესეთი მოგებიანი, როგორც აქამდე ან გჭირდება ძალიან მეტი მაინერი, ხო? რატომ ხდება ეს? ეს ხდება იმიტომ, რომ დიდმა ინვესტორებმა, დიდმა ბიზნესმენებმა დაინახეს, რომ ამ სფეროში კეთდება ფული, მაინერებით კეთდება ფული და რა გააკეთეს მათ? მათ დაიწყეს ძალიან დიდი ბიზნესები მაინერებით. ასევე ძალიან ბევრი პოდკასტი მქონდა, ვისაც ჰქონდათ ძალიან ბევრი მაინერები, მაგრამ დიდი კრეშის დროს, ანუ ბიტკოინი რო აკეთებდა დიდ ვარდნებს, ბევრს ჰქონდა, ესე ვთქვათ, ესეთ დილემის წინაშე ედგნენ, რომ ან უნდა შეეწყვიტათ მაინინგი, ან უნდა გაეკეთებინათ ინვესტიცია, ისე რომ ისინი ფულს ვერ ნახავდნენ, მაგრამ ამ ბიტკოინებს შეინახავდნენ და გაყიდიდნენ, როცა მისი ფასი მოიმატებდა. მისი ფასი რის ხარჯზე იმატებს, ჩვენ ხარჯზე, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ ინვესტიციას, ის იზრდება და მაინერები მაგ შემთხვევაში
აფიქსირებდნენ მოგებას. ახლა რა თქმა უნდა ეს აღარ არის. ახლა რა თქმა უნდა თუ გაქვს ძალიან ბევრი მაინერი და შენ ეს თქვა ამ ბლოკს ამოხსნი და მიიღებ ჯილდოთ ბიტკოინს, რა თქმა უნდა ყიდი ამ ბიტკოინს და აფიქსირებ მოგებას. ხო ეს არის ბიზნესისთვის ძალიან მაგარი. მაგრამ ნახეთ აქ როგორი მენტალიტეტია მეგობრებო. ისინი ვინც არიან მაინინგის ბიზნესში, მათი მიზანი არ არის რომ შეინახონ სატოშები და სატოშებით მომავალში გადაიხადონ და 5 წელში რომ ბიტკოინი გამეფდება და იქნება ჩვენი რა არ ვიცი, ბევრისთვის ალბათ ღმერთიც, რომ აქ შემთხვევაში ისინი იქნებიან ყველაზე მდიდრები. ხო, ანუ ეგეც ძალიან სისულელი არის ეს რაღაცა. რა თქმა უნდა, მათ ამის არჯერა და ამიტომ ისინი ყიდიან ამ ბიტკოინს, ხო და აფიქსირებენ მოგებას, თავიანთ გადასახადებს იხდიან და რა თქმა უნდა, მოგებას იდებენ ჯიბეში. ხო, იმიტომ რომ ისინი სხვანაირად უყურებენ, ისინი უყურებენ მაინინგს როგორც ბიზნესს. როგორც მე ბიტკოინში ინვესტიციას უყურებ ბიზნესს. ანუ ეს არის ჩემთვის იმისთვის, რომ გავაკეთო ფული, არათუ იმისთვის, რომ მე შევინახო 10 და 20 წელი ბიტკოინი და ჩემი შვილიშვილებს ნაყინი უყიდო 0.01 სატოშით ან თუნდაც 1 სატოშით არ ვიცი. როგორ ფიქრობს ბევრი ადამიანი რომ მომავალში ბიტკოინი შეიძლება ესე ვთქვათ განვითარდეს და ასე შემდეგ. მოკლედ რო გადავიდეთ მეგობრებო, ახლა შესავალი გავაკეთე ამ მაინერებით, რომ პატარა ინვესტორები, პატარა კომპანიები, რომლებიც იყვნენ მაინერებით დაკავებული ან თუნდაც პატარა ესე ვთქვათ ანუ ჩვეულებრივად ხალხი, ვისაც ქონათ ერთ-ორი მაინერი ნაყიდი და გამომუშავდნენ ბიტკოინს, მათთვის უკვე აღარ ხდება საინტერესო მაინინგი, იმიტომ რომ დიდმა კომპანიებმა, ასე ვთქვათ, გააკეთეს ისე რომ პატარა, ესე ვთქვათ, ინვესტორებისთვის და მაინერებისთვის აღარ იყო საინტერესო მაინინგი, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ხედავთ, რომ დიდი კომპანიებს 80,000-მდე მაინერები აქვს, ზოგს 100,000, ზოგს 200 და ზოგსაც უფრო მეტიც. ამიტომ ზუსტად იგივე რაღაც შეგვიძლია ვთქვათ მეგობრებო ბიტკოინის ინვესტიციაზე, იმიტომ რომ ახლა ნახეთ რა ხდება. MicroStrategy, მაიკლ სეილორსი ვიცით რომ ყოველთვიურად ყიდულობს ბიტკოინს, ხო რაც რა თქმა უნდა ყველას უხარია, იმიტომ რომ ბიტკოინს ფასი აიწევს მაღლა, ასე შემდეგ, ანუ ჩვენთვის ეს კარგი არის, ხო ინვესტორებისთვის, ვინც ბიტკოინში აკეთებს ინვესტიციას, იმიტომ რომ მათთვის ეს არის კიდე ერთი დიდი კონფირმაცია იმის, რომ აი დიდი კომპანიები უკვე დაინტერესებული არიან და შემოდიან ბიზნესში. მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ საიდან მოდის ეს ფული. ეს ფული მოდის იქიდან მეგობრებო, რომ ანუ მაიკლ სეილორსი ფულს ესხულობს ან ბანკებიდან, ან ინვესტორებისგან, ხო? შენ როცა ვიღაცას ფულს ესხულობ, შენ რა თქმა უნდა გაინტერესებს თუ როგორ შეუძლია მას დაგიბრუნოს ის ფული. ან ესე ვთქვათ, მუშაობ და ბიზნეს აკეთებ და შეგიძლია ამ ფულის უკან გადახტა. ან კიდე რაღაცა უნდა მისცე, ესე ვთქვათ, როგორც ანუ ჰიპოთეკას რო აკეთებ ხოლმე, რომ სახლს დებ, ფულს ესხულებ და თუ ფული ვერ გადაიხადე, სახლს მოგცემ უკან. ანუ ესეთი რაღაცა უნდა მოხდეს, ხო, იმიტომ რომ ეს ადამიანი ვინც შენ შეაკეთებს ინვესტიციას, ან ესხულობს ფულს, მას უნდა ქონდეს გარანტიები, რომ შენ შეგიძლია ფულის დაბრუნება, ხო? ამ შემთხვევაში მეგობრებო, ჩემი კითხვა არის შემდეგი, როცა მაიკლ სეილორსი ყოველთვიურად ყიდულობს დიდი რაოდენობით ბიტკოინს. როგორ არის შეთანხმებული ის, რომ ის ასე ვთქვათ, ამ ინვესტორებს და ამ ასე ვთქვათ, საიდანაც ცეცხლს იღებს, რომ ფულს დაუბრუნებს უკან. ეს ხო არ ხდება ჰაერიდან, არა? ანუ ისე უნდა რომ ნახეთ ბიტკოინმა ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო ამ იმის განმავლობაში გააკეთა ყველაზე მაგარი პერფორმანსი, ყველაზე მაგარი მოგება მოიყვა, შემდეგ. ეხლაც ვჯერა რომ გააკეთებს და რომ გააკეთებს დაგიბრუნებთ ფულს, ან თუ არ მოხდა კიდე შეგიძლიათ ჩემ ბიზნესს რაღაც ნაწილი კონტროლ, ანუ ესეთი რაღაც შეთანხმება იქნება, ხო? რომელსაც რა თქმა უნდა შეიძლება ყველა არასაჯაროებს და ზუსტად ერთ-ერთში არ ვიცოდეთ თუ როგორ ხდება და რანაირად ხდება, მაგრამ რასაც მინდა მივაქციო ყურადღება არის ის, რომ მას ბაზავს კიდე ძალიან ბევრი სხვა კომპანია. და ნახეთ ახლა რა ხდება, იქნება ესეთი ბაბლი, რომ ყველა კომპანია შემოდის ბიტკოინში და რისთვის შემოდიან ისინი ბიტკოინში? ისინი ბიტკოინში არ შემოდიან მეგობრებო იმისთვის, რომ მათაც 20 წელში თავიანთ შვილიშვილებს უყიდონ სატოშით ნაყინი, მაგალითად, ხო? ისინი შემოდიან ამ სფეროში, იმიტომ რომ დააფიქსირონ პროცენტები. ერთადერთი ბიზნესი, რაც უყვარს მეგობრებო და ეს ყველამ უნდა ვაღიაროთ. ღარიბ ხალხს ამის აღიარება არ უყვარს ხოლმე, რომ ფული არის აუცილებელი და ფულის გამომუშავება უნდა შეგეძლოს, მაგრამ დიდარი ხალხისთვის ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. თუმცა შენ რაღაცაში აკეთებ ინვესტიციას, ან თუნდაც ვინმეში შენ უბრალოდ ჩვეულებრივ სპორტსმენსაც რომ დაეხმარო და გახდა მისი სპონსორი, რა თქმა უნდა, მისგანაც უნდა მიიღოს სარგებელი, ხო? ამიტომ მეგობრებო, უნდა ვიცოთ, რომ როცა ბიზნესი შემოდის სადმე, არ აქვს მნიშვნელობა სად, ის შემოდის იმისთვის, რომ მან გააკეთოს მოგება.
პირიქით ქველმოქმედებაშიც არის ხოლმე მეგობრებო ეგრე. ბევრს გონია რომ ჩვეულებრივი ქველმოქმედება არის, როცა ბიზნესი ფუძდებს რამეში, მაგრამ ეს ქველმოქმედებაც მათ ეხმარებათ, რომ გააკეთო ნაკლები გადასახადი, ხო? ქველმოქმედება თუ არ იყო საინტერესო ბიზნესისთვის, რა თქმა უნდა, ესეც ამასაც არ გააკეთებენ. ხო, ამიტომ უნდა ვიცოთ, რომ როცა ბიზნესი რაღაცაში აკეთებს ინვესტიციას, მათი მიზანი არის, რომ გააკეთონ მოგება, მათი მიზანი არის, რომ თავიანთი ინვესტიცია გაზარდონ, ხო? და ნახეთ ახლა რა ხდება, როცა ბევრი ბიზნესი შემოდის ბიტკოინში. ეს ბიზნესი არ არის მეგობრებო, ანუ ეს ინვესტორები არ არიან დებილი ინვესტორები. ეს ინვესტორები არიან ძალიან ჭკვიანი ინვესტორები, ძალიან კარგად იციან რა არის ინვესტიცია და როგორ უნდა გააკეთონ ინვესტიცია და როგორ უნდა მოიქცნენ თავიანთ რისკებთან. ამიტომ როცა ისინი შემოვლენ ბიტკოინში კიდევ უფრო მეტი და როცა ის მათაც იციან რომ სხვა ბიზნესებიც არიან და მათ იციან რომ ამ ბიზნესებს შეუძლიათ ბიტკოინის ფაზე манипуляცია მოახდინონ, რა თქმა უნდა ისინი ასე ვთქვათ თავიანთ რისკებს ყოველთვის შეამცირებენ და ყოველთვის შეეცდებიან რომ ბიტკოინი გააკეთონ რაც შეიძლება, მაგრამ რათა რისკები შეამცირონ, ასე ვთქვათ downside-ი რაც შეიძლება მაქსიმალურად შეამცირონ და upside-ი რაც შეიძლება მაქსიმალურად გაზარდონ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მათი მიზანი იქნება რომ რაც შეიძლება მალე დააფიქსირონ მოგება, რაღაცა ნაწილი დატოვონ, რასაც მე ხშირად ვაკეთებ ხოლმე, რომ თუ მოხდა და ბიტკოინი წავიდა მართლა მილიონზე, 2 მილიონზე და 10 მილიონზე, მათ დააფიქსირონ მაქსიმალური მოგება და მაინც რაღაცა ნაწილის ადვანტეჯი დარჩეთ. ამიტომ მეგობრებო, უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო დიდი ექსპოზიორი გექნება ბიტკოინს და რაც უფრო შენი დოვლათის დიდი ნაწილი ჩახვა ბიტკოინში, შეიძლება ამ ყველაფერმა გამოიწვიოს შენთვის ძალიან დიდი დარტყმა, იმიტომ რომ როცა ბიტკოინი აიწევს მაღლა, ექნება ძალიან დიდი FOMO, ისინი აუცილებლად დაფიქსირებენ მოგებას. და წარმოიდგინე რომ არის 100 ბიზნესი და შენის რომ შენს გარდა არის 100 ძალიან დიდი ინვესტორი, მაგალითად თქვა, რაც ძალიან ცოტა არის ხოლმე ბიტკოინისთვის უფრო მეტნი არიან, მაგრამ ვთქვათ რომ არის 100, უბრალოდ მარტივად რომ წარმოვიდგინოთ და მე ვიცი რომ შენ შეგიძლიათ ჩემგან ფული გააკეთო, ანუ ჩვენ 100 ბიზნესი ვართ, კიდე 100 ბიზნესი რო დაემატოს, უფრო დიდი ფული შემოდის და იმ პირველმა 100 ბიზნესმა რომელმაც უკვე ადრე გააკეთა ინვესტიცია, მათი დოვლათი და მათი ინვესტიცია უკვე გაიზარდა, რას გააკეთებენ ისინი რა თქმა უნდა გაყიდიან რაღაცა ნაწილს და აფიქსირებენ მოგებას, ხო? და ნახეთ ახლა რა ხდება, რომ შენ ხარ ბიზნესი, ანუ შენი მენტალიტეტი მუშაობს იმაზე, რომ მე მინდა ფულის გაკეთება. მე უნდა დავაფიქსირო მოგება, მე უნდა მქონდეს წლიურად მწვანე ციფრები და არ უნდა რომ გავიდე მინუსზე, ხო? და როცა შენ ხედავ რომ შენ გაქვს 10 მილიონის ინვესტიცია ბიტკოინში გაკეთებული, ბევრი აფიქსირებს მოგებას, ბიტკოინის ფასი ვარდება. და შენ ამ ბიზნესმა გააკეთა უკვე 5%, 6% მინუსი და უკვე ესე ვთქვათ მინუსებში გადის და აკეთებს წაგებას, რა თქმა უნდა ისიც გაყიდეს ბიტკოინს, ხო, იმიტომ რომ მათ არ წამთ ამ სატოში ნაკამოტოს მესის რომ გადაარჩინა ფინანსური სამყარო, რაც დიდი სისულელი არის. მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მომხრე ვარ იმ სისტემების რაც დღეს ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ შენ თუ იცი ამ სისტემებს როგორ უნდა მოერგო, გააკეთებ ძალიან ფულს, მაგრამ რაც შეეხება ანუ დეცენტრალიზებას, ვერავინ ვერ გააკეთებს ფულს და დარწმუნებული ვარ რომ ადამიანები ერთმანეთს დავჭამთ. გადავჭამთ, იმიტომ რომ P2P-ზე ყველაფერს თავი დავანებოთ, P2P-ზე არენდობა ადამიანი ერთმანეთს, ხო? Binance რო P2P გააკეთო, მანდ უკვე დიდი პრობლემები არის და თავი დავანებოთ იმას, რომ ერთმანეთში გადაარიცხვა და ნოტარიუსი არ იყოს და ბლოკჩეინზე ინახება, შემიძლია სახლი მოგცეს შენ ფულს. ანუ ეგეთი რაღაც ცვლილები მე არ მინდა რომ ნოტარიუსი იყოს, მე მინდა რომ სახელმწიფო იყოს, მე მინდა რომ ბანკი იყოს, რომ სადმე რამ პრობლემა არ შემექმნა ვიღაცასთან მივიდე. იმიტომ რომ შენზე ძლიერი, შენზე ჭკვიანი ყოველთვის ყველაზე ძლიერი მოინახება, ხო? და ეხლა შენზე ძლიერი თუ ვინმე შეგხვდა და ესე ვთქვათ, ფული არ გადაგიხადა, სახლი წაგართვა და გითხრა ხმა სამოიღებ და მოკლა, ანუ თუ დეცენტრალიზება სადღა უნდა მიხვიდე, ხო? ანუ ეს რა თქმა უნდა ძალიან რადიკალური მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ ანუ მაგათკენ მივიდივართ, იმიტომ რომ მე ყოველთვის მიყვარს კონტროლის, უნდა აკონტროლებდე სიტუაციის კონტროლში უნდა იყოს, იმიტომ რომ მეტად როცა ხარ სახელმწიფო, როცა ხარ ბანკი, შენ უნდა იყოს კონტროლში, იმიტომ რომ შენ მართავ მასას. შეიძლება იქ 1 და 2 იყოს, რომელსაც ეს არ მოწონს და ის იმ მასაზე რაღაცე დონით ძალიან ჭკვიანები არიან და უკეთესად იციან უკაცრავად თავიანთი ფინანსების მართვა, მაგრამ ეს არის რაღაც ის 1-2%, ხო მეტი არა, მაგრამ შენ როგორც სახელმწიფო ბანკი უნდა მართავდე მასას, რასაც ბევრი ვერ ხვდება, ამიტომ მე ამ ყველაფერს მადლიერი ვარ და ძალიან მოტოს ეს ჩვენი სისტემები, უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდე ამ სისტემებზე მორგება და თუ ისწავლე ამ სისტემებზე მორგება და თუ ისწავლე რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენ გააკეთო ფული და დააფიქსირო მოგება, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, სარგებელი შეგიძლია მიიღო, მაგრამ ანუ რო გავაგზავნოთ ისე იმაზე მეგობრებო, რაც უფრო მეტი ბიზნესი შემოვა ამ ყველაფერში, მით უფრო დიდი ბუბელი იქნება, მით უფრო over leveraged იქნება ბიტკოინის ფასი, როგორც იყო მაგალითად 2008 წლის კრიზისის დროს, როცა over leveraged სესხები იყო გაცემული, ხალხი ვეღარ იხდიდა ფულს.
იმიტომ რომ მათი შემოსავალი არ აღემატებოდა თავიანთ სესხს, ვეღარ იხდიდნენ სესხს, რა თქმა უნდა, შემდეგ ინვესტორებიც ვეღარ იხდიდნენ ბანკის ვალს, მოუწიათ სახლების გაყიდვა, წარმოიქმნა კრიზისი და ასე შემდეგ. ანუ იგივე რაღაც შეიძლება მოხდეს ბიტკოინზე. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კრიზისი არ იქნება ბიტკოინის ფასურად დავარდება, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს ფულს, იმიტომ რომ როცა ბევრი ბიზნესია შემოსული და ერთი ბიზნესი დაინახავს, რომ უკვე 5% დავარდა, ის უკვე რაღაც ნაწილს გაყიდის, ხო, იმიტომ რომ ის შეეცდება, რომ თავისი downside შეამციროს, ან თავის წაგებას შეამციროს. შემდეგ კიდე სხვა ბიზნესი დაინახავს, რომ აი აღარ მიდის, მაგრამ 20% დავარდა, 30% დავარდა, 50% დავარდა და ყველამ თუ გაყიდა, შემდეგ უნდა რჩება ისევ წაგებაში დარჩება ისევ ის ფანატიკოსი, რომელსაც გონია, რომ თავის შვილიშვილს სატოში თუ ყიდის ნაყინს და ასე შემდეგ და დარჩებიან ისევ წაგებაში ეს პატარა ინვესტორები და პატარა ბიზნესები, რომელსაც გონიათ, რომ რა ვიცი, ბიტკოინი რას გააკეთებს. მოდი ახლა გადავიდეთ მეგობრებო უფრო მთავარს და როგორ უნდა დავიცვათ ამ ყველაფრისგან თავი. მეგობრებო, ამ ყველაფრისგან თავი უნდა დავიცვათ იმისგან, რომ ჩვენ დავაფიქსიროთ მოგებები. როცა ჩვენ ვაფიქსირებთ მოგებებს და იმ მოგებით ან სხვა რამეში ვაკეთებთ ინვესტიციას და ჩვენ ინვესტიციას უყრობთ და დივერსიფიკაციას უკეთებთ, ან როცა ჩვენ ვყიდით ვაფიქსირებთ მოგებას და ფასი რო ვარდება, ისე ვყიდულობთ, შემდეგ ისე ვყიდით და ვთამაშობთ ამ თამაშს. შენ როგორც ინვესტორი არ აქვს მნიშვნელობა იქნები დიდი ინვესტორი თუ პატარა ინვესტორი თუ პროცენტებში აკეთებ ზუსტად იგივეს რაც დიდი ინვესტორი მაგ შემთხვევაში შენს ხარ ძალიან კარგი ინვესტორი ხო ამ შემთხვევაში შეიძლება შენი თანხები უფრო ნაკლები იყოს ვიდრე დიდი ინვესტორი მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა მთავარი არის რომ პროცენტულობით იგივე დააფიქსო რაც მათ ან უფრო მეტიც ასე რომ მეგობრებო გირჩევთ რომ ამ ყველაფერთან იყოთ დაკვირვებულები ჩვენთვის როგორც ინვესტორებისთვის ძალიან კარგი არის რომ ეს ყველაფერი ხდება ბიზნესები შემოდის ფასი აიწევს მაგრამ არ დაგვეუწყოთ რომ ფასი რო აიწევს მაღლა ამ ბიზნესები რო შემოდიან ან ბიზნესები რო შემოვლენ უფრო მეტი ბიზნესი რო შემოვა და ეს ყველაფერი რო იქნება ძალიან დიდი ფომო რო წარმოიქმნება ამით და სოციალურ მედიაში და სიახლეებში და შემ ყველგან რომ ამას დავინახოთ რომ აი Amazon-ი შემოვიდა, აი Nike-ი შემოვიდა, ამანიყი და ბალანსზე და იმ ქვეყანამ. რა თქმა უნდა ძალიან დიდი ფომო წარმოიქმნება, ხო და ფასი წავა და წავა მაღლა. და ყოველთვის უნდა გეშინოდეს მეგობრებო, იმიტომ რომ მაგ დროს იქნება ფომო. და როცა ყველა ეკნება სიხარბე და გვიდი იქნება, ზუსტად მაშინ უნდა გეშინოდეს და მაშინ უნდა აფიქსირებდე მოგებას და მაშინ უნდა იწყებდე ინვესტიციას. ამიტომ მეგობრებო, როგორც შეგვიძლია ჩვენ მისგან თავის დაცვა არის, რომ ჩვენ დავინახოთ, რომ ეს ყველაფერი მოხდება და ჩვენ დავინახოთ, რომ ბუბელი უკვე იზრდება და ის უკვე აფეთქების მომენტში არის, რამაც შეიძლება მოგაყენოს ძალიან დიდი დარტყმა. ამ შემთხვევაში უნდა იზრნო იმაზე, რომ შენი ინვესტიციები იყოს გაყიდული, რაღაცა ნაწილი ქონდეს გაქეშებული და უკვე უყურებდი სხვა სხვა ასეტებში გააკეთო ინვესტიცია და რაღაცა ნაწილი ქონდეს ქეშად. იმიტომ რომ თუ ბიტკოინის ფასიც დავარდა, მაგ შემთხვევაში შეგეძლება იმ ქეშით რაღაცა ნაწილი დაამატო და შემდგომ შენ უნდა იცოდე როგორ მოერგო ამ სისტემას და შენ უნდა იცოდე რომ ყოველთვის არის ვიღაცა მეორე მხარეს, რომელსაც უნდა შენი შეჭმა. ამიტომ შენ უნდა დაასწრო მას შეჭმა. ეს არის როგორ მუშაობს ბიტკოინის ფასი, ეს არის მოთხოვნა და მიწოდების სისტემა. თუ შენ გააკეთე ინვესტიცია და შენს გარდა ბევრმა გააკეთა ინვესტიცია, მაგ შემთხვევაში ვინც შენზე პირველი იყო, მისი ინვესტიცია იზრდება და მან თუ შეგჭამა შენ და გაყიდა და დაფიქსირა მოგება შენს ხარჯზე, მაგ შემთხვევაში იურდე შაკ და ხარ მინუსში, ხო? ანუ შენ უნდა დაელოდო შემდეგ სხვა ვიღაცას, ვინც სხვა გააკეთებს ინვესტიციას და სხვა იქნება დაინტერესებული. და ის სხვა რო გააკეთებს ინვესტიციას, მაგ შემთხვევაში შენი ინვესტიციაც უკვე მოგებაში იქნება და მაგ შემთხვევაში შენ შეგიძლია იმ ადამიანს გაუკეთო იგივე და თუ გაყიდი შენ ბიტკოინს, მაგ შემთხვევაში მისი ინვესტიცია ის დავარდება, ხო? ანუ არ knot თუ არა თქვენ ამ სისტემას პირამიდის სისტემას ეს შეგიძლია თქვენ თავებს კითხოთ მე ამ თემაზე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს გაკეთებული მაგრამ არ დაგვაუწყდეს მეგობრებო ისო მე ვარ ბიტკოინის ინვესტორი ვაკეთებ მაშინ ინვესტიციას და არ დაგვაუწყდეს მეგობრებო ის რომ მე ყოველთვის ამბობ რომ მე არასდროს არ შემწხვენია და არასდროს არ გამტყდომია ჟარგონს გამოვიწერ ამის თქმა იმიტომ რომ მე ვიდეოებს ვაკეთებ ბიტკოინზე და YouTube ვიდეო მაქვს ამას და ტრეიდინგზე არასდროს არ მithქვა იმას რასაც არ ვფიქრობ მე ყოველთვის ამბობ იმას რასაც რა ვფიქრობ მიუხედავად იმისა რომ მე ხალხს ვეხმარებ ბიტკოინს ეთერიუმში ინვესტიციას და ტრეიდინგში კრიპტოსპეისში არასდროს არ მithქვა ის რასაც მე არ ვფიქრობ და მე ყოველთვის ამბობ მე ბიტკოინში, კრიპტოში ვარ იქამდე სანამ ფული კეთდება. რო დავინახო რომ აქ ფული აღარ კეთდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დეცენტრალური და მომავალი და ბლოკჩეინი და ბლა 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 ბულშიტ. მიუხედავად ამისა, მე აუცილებლად დავტოვებ ამ სპეისს და გადავალ
სხვა ინსტრუმენტებზე, სადაც კეთდება ფული, იმიტომ რომ მე როგორც ტრეიდერი, მე როგორც ინვესტორი აქ ვარ ფული. როცა შენ აკეთებ ბიტკოინში ინვესტიციას, შენ ქვია ინვესტორი. ხო და ინვესტორის მიზანი რა არის? ინვესტორის მიზანი არის გააკეთოს ფული, არათუ სატოშები ჰაერში ფრიალებდეს და აი შვილიშვილი რომ ეყოლება ამ სატოშით მე ერთ ვარსკვლავს მოვწყვიტავ და ნაყენს უყვიდე. ანუ ჩემთვის ეს პირადად ძალიან დიდი სისულელი არის, შენთვის თუ არა ეს სისულელი? კი ბატონო, უნდა გააკეთო იმას, რასაც ფიქრობ, უნდა მოექცე ისე, რაც გქონია რომ არის სწორი. მაგრამ მე ეს ხედვა მიმაჩნია სწორი და ეს ხედვა რაც მიმაჩნია მეგობრებო, ნახეთ იმაზეც ვფიქრობ, რომ ეს ხედვა რაც მაქვს მე შეიძლება იყოს არასწორი. და ამისთვისაც ვარ მზად. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ფასი ამა მაღალ თუ ჩამოქვემოთ, მე ვარ დაცული. შეიძლება ყოველთვის უნდა განვიხილოთ ის, რომ ინვესტიციის დრო შეიძლება შეცდე, ანუ ამიტომ მე შეიძლება შევცდე, ხო, შეიძლება რასაც ახლა ვამბობ, სისულელი იყოს და მართლა 20 წელში შეგვეძლო სატოშით ჩვენი შვილიშვილისთვის, ან შვილისთვის ყიდვა ნაყინის, ხო, ანუ შეიძლება. და ამისთვისაც ვარ მზად. ანუ ვაკეთებ ინვესტიციას, მაგრამ როგორც ინვესტორი ვფიქრობ ფულზე და თუ მე ესე ვთქვათ, დაფიქსირებული მაქვს მოგება და მაინც მოხდა ის, რასაც არ ველოდები და სატოში გახდა, რა ვიცი, მომავალი რაღაც, მაგ შემთხვევაში მაინც მექნება რაღაც ნაწილი და გამოვიყენებ, ხო, მაგრამ თუ არ მოხდა ის და ყველაფერი უარესობისკენ წავიდა, მაგ შემთხვევაშიც გამოვა ძალიან დიდი დანაკარგით, ხო, მაგრამ ის ადამიანი, ვინც ყველაფერს დებს და ესე ვთქვათ, everything of nothing, ანუ ყველაფრის ან არაფრის მენტალიტეტით მოძრაობს, მით უმეტეს ინვესტიციაში მეგობრებო, მაგ შემთხვევაში შეიძლება ერთხელ გაგიმართლოს და ის ყველაფერი თუ ერთ რაღაცაში ჩადა, შეიძლება ძალიან გაგიმართლოს და ძალიან კარგი ფულიც გააკეთო, მაგრამ ეს არის გამართლება. ხო, მეორეჯერ და მესამეჯერ უკვე რო არ გაგიმართლებს, ყველაფერს ერთჯერზე დაკარგავ, მაგრამ თუ სხვანაირად უდგები ამ ყველაფერს long term-ზე, ყოველთვის გექნება ესე ვთქვათ, ჭკვიანური საინვესტიციო სისტემა. ამიტომ მეგობრებო, თუ ჩემი რჩევები მოგეწონათ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ თქვენ. ფიქრობთ თუ არა რომ ესეთი მიდგომა არის სწორი და უფრო ნაკლებ დარტყმას მიიღებთ იმ შემთხვევაში თუ ჩემი ვარაუდები გამართლდა, თუ გგონიათ რომ ეს არის სისულელე და პირიქით ბიზნესების შემოსვლა ამ სფეროს ძალიან დაეხმარება, ძალიან განვითარდება და პირიქით ბუბელი კი არ წარმოიქმნება და ძალიან მაგარი რაღაცა იქნება და ესე ვთქვათ investing valhalla იქნება ყველასთვის და ყველა გააკეთებს ძალიან ფულს. ძალიან ბევრ ფულს. მოკლედ ძალიან მაინტერესებს მეგობრებო თქვენი აზრი ამ ყველაფერთან, დაწერეთ კომენტარებში, თუ რაიმე კითხვები გაქვთ, აუცილებლად კომენტარებში დასვით, ან შემოდით დისკორდზე და დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით.